სიონის საპატრიარქო ტაძარში მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა. 1 საათში ეკლესიაში პატრიარქი მივა. უწმინდესი და უნეტარესი 77 დაბადების დღესთან დაკავშირებით პარაკლის გადაიხდის. მრევლი სიონში უკვე იკრიბება. მორწმუნეებს დღეს საშუალება ექნებათ ილია მეორეს დაბადების დღე პირადად მიულოცონ. თილიდან კი უწმინდესი მილოცვებს საპატრიარქოში იღებდა. ასობით ადამიანი საპატრიარქოს დიდ დარბაზში შეიკრიბა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ერისკაცობაში ილია ირეკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ქალაქ ვლადიკავკაზში დაიბადა. ხაზეთი არის ჩვენ ტკივილი, მაგრამ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაკარგული არ არის. ჩვენ დროებით ვერ ვაკონტროლებთ მას და დადგება ის დალოცვილი და კურთხეული დღე, როცა ეს იქნება საქართველოს შემადგენლობაში და ეს უპირველეს ყოვლისა საჭირო თვით აფხაზებისთვის. მე მინდა ერთი წინადადებით მოგახსენოთ ჩემი სიტყვა. ადამიანი, რომელიც გაიმარჯვებს თავის თავზე, იგი დამარცხებს მტერს და მთელ მსოფლიოს. სრულიად საქართველოს მეულოცავ დღევანდელ დღეს დღეგრძელი იყო ჩვენი პატრიარქი, ჩვენი სულიერი მამა და სადაც სული ჯანმრთელია და დღეგრძელია, იმედ უწერია გამრავლება, გაიხარეთ, იბედნიერეთ პატრიარქთან ერთად. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დაბადების დღე მონსერატ კაბალიამ მიულოცა. საოპერო მომღერალმა ქრონიკისათვის მიცემულა ექსკლუზიური ინტერვიუში ილია მეორე სრულიად საქართველოს და მსოფლიოს სულების პატრიარქი უწოდა. ნებისმიერ დროს, როდესაც დაგჭირდება ჩემი სახით, თქვენ და თქვენს ქვეყანას ყავთ ადამიანი, რომელიც თქვენს გვერდით დადგება, განაცხადა მონსერატ კაბალიამ. მე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს სულების გადამრჩენელს ვუწოდებ. უწმინდესმა მირჩია, რომ საქართველოს ეკლესია მონასტრები მომელოცა. სამწუხაროდ ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო მე ეს ვერ მოვახერხე. ხატი, რომელიც წმინდა სამების ტაძარში უწმინდესმა გადმომცა, ჩემს ოთახში ბრძანდება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მას მეგობრობისთვის. მინდა იცოდეთ, ნებისმიერ დროს, როცა დაგჭირდებათ ჩემი სახით თქვენ და თქვენს ქვეყანას, ყავთ ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვერდით დაგიდგებათ. პატრიარქის დაბადების დღესთან დაკავშირებით ხელოვნების მუზეუმში ფერწერული და ჭედური ქვაზე და ხეზე კვეთილობის, დაკარგობისა და ტექნოლოგიური მინანქრის დამოში ნიმუშები გამოიფინა. წარმოდგენილია ქართული საეკლესიო ხელოვნების როგორც ძველი, ისე ახალი ნიმუშები. ექსპოზიციის მიზანი ერთია საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყოს ყველა ეპოქა. დაგთვალიერებლებს საშუალება აქვთ პირველად ნახონ ამირანაშვილისა და ჯანაშიას სახელობის მუზეუმების ფონდებში დაცული ძეგლები. მუზეუმის თანამშრომლებს, რომლებმაც ბევრი იყვათეს იმისთვის, რომ შეეკნათ ეს გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ჩვენი ისტორიის ალბათ უმნიშვნელოვანესი შედევრები. ბევრი მათგანი პირველად არის დღეს წარმოდგენილი ჩვენი საცავებიდან, ჩვენი საცავები ძალიან მდიდარია ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშები. ეს გამოფენაზე წარმოდგენილია ერთდროულად ერთმანეთის გვერდით
ფაქტობრივად ერთ საგამოფონე სივრცეში, ოღონდ სხვადასხვა ოთახებში, დარბაზებში ძველი შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელოვნება და თანამედროვე. ეს არის ორი ეტაპი, ძალიან მნიშვნელოვანი ორივე, ერთი როგორც მაჩვენებელი ჩვენი წინაპრების ნაღვაწისა საეკლესიო ხელოვნების სფეროში და მეორე მაჩვენებელი იმისა, თუ რა დონეა დღეს ქრისტიანული ხელოვნების განვითარების მხრივ. 27 იანვრიდან საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოში სულიერ ფსიქოლოგიური დახმარების სატელეფონო სამსახური თანადგომა გაიხსნება. საინფორმაციო სამსახურის ნომერზე დარეკვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დღის განმავლობაში სატელეფონო ზარებს 10 მოძღვარი უპასუხებს. სატელეფონო საინფორმაციო სამსახურის შექმნის იდეა პატრიარქს ეკუთვნის. სამსახურის პრეზენტაცია დღეს უწმინდესისა და უნეტარესის დაბადების დღეზე გაიმართა. ადამიანები სახლიდან გაუსვლელად რეკავენ ჩვენ ტელეფონზე 43 55 00 და ღებულობენ რელიგიურ საკითხებზე კომპეტენტურ პასუხებს და სულიერ ფსიქოლოგიურ დახმარებას. ვინოდოვნებთ, რომ ესეთი მსახურება ეკლესიის აი ამგვარი ფორმით სიკეთეს მოუტანს როგორც თითოეულ ადამიანს, ისე მთლიანად სახელმწიფოს. და რადგან ეს არის იდეა პატრიარქისა და მისი კურთხევით ხდება, თავისთავად ცხადია უკვე მადალმოსილი იქნება და თავის კეთილ ნაყოფს გამოიღებს.